დავიწყოთ მეგობარი აქტის მოლოდინით, რაც უფრო ახლოვდებოდა ეს თარიღი, უფრო პროპაგანდისტული ხდებოდა ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებები ამ აქტთან დაკავშირებით. სინამდვილეში რაზეა ახლა საუბარი, რას ვველით ჩვენ? მოგესალმებით სოფო, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მეგობარი აქტი გულისხმობს იმას, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი, ვინც ჩართული იყო არა მარტო კორუფციაში, არამედ ამ 160 დღის განმავლობაში, თითქმის 160 დღის განმავლობაში, ადამიანების წამებაში, მათ უკანონო დაკავებებში, მათ შორის არაადამიანურ ჯარიმებში, არაადამიანურად მაღალ ჯარიმებში. ყველა პირი ადრე თუ გვიან აგებს პასუხს. ჩვენ ვიცით, რომ ოცნების ჩინოვნიკებს უკვე დაწესებული აქვს სანქციები წინა ადმინისტრაციის მიერ. უბრალოდ მეგობარი აქტი ამას ბევრად გაადვილებს, თუ ის იქნება მიღებული და ყოველ შემთხვევაში ამ წუთას არის მოლოდინი და არის მზაობა როგორც რესპუბლიკურ ისე დემოკრატიულ პარტიაში, რომ ეს კანონი იქნეს მიღებული. ეს არ ვიცი როდის მოხდება და საბოლოოდ სახეს როდის მიიღებს, ამას დრო დაჭირდება, რა თქმა უნდა. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი. ამერიკის კონგრესი არ არის ქართული ოცნების პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ერთ დღეში მიიღოს კანონები. რა თქმა უნდა, პროცედურა აქვს. ხო, ამას დრო დაჭირდება, მაგრამ ყველა მწამებელმა, ყველა კანონდარღვევმა, ყველა კორუფციონერმა უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან მათ პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ჯერ დადგება, რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთ, იმიტომ რომ ამ წუთას მათ აქვს ძალაუფლება ამ ქვეყანაში და შემდეგ აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში მათი პასუხისმგებლობის საკითხიც. უბრალოდ არ ეგონოს ვინმეს, რომ ვინმე გამორჩება, ან ვინმე გადაურჩება, ვიღაცისთვის ეს ადრე მოხდება, ვიღაცისთვის გვიან, მაგრამ მოხდება ყველასთვის და მათ შორის არა მარტო ამერიკის მხრიდან, ევროკავშირის მხრიდანაც მოხდება, ორბანი სულ არ ეყოლებათ მათ. ამიტომ საბოლოო ჯამში ყველას დაეწევა ის სამართალი, რაც ამ ხალხმა დაიმსახურა. ამიტომ ეს აქტი უმნიშვნელოვანესი იქნება ქართველებისთვის. ჩვენი და ამერიკელი ხალხის მეგობრობის გამოხატულება არის ის, რომ ასეთი ტიპის მხარდაჭერა აქვს საქართველოს ამერიკაში და ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი ამერიკაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ხო, როცა ორპარტიული მხარდაჭერა აქვს რაღაცას. იქ არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი და ძალიან ცოტა რამეზე თანხმდებიან რესპუბლიკელები და დემოკრატები და ერთ-ერთი რომ არის საქართველოს, ეს არის ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. რა განსაზღვრავს ამას გარდა ქართველი ხალხის მხარდაჭერისა რეჟიმი, რომელიც ცდილობდა 20 იანვარზე ამყარებდა მთელ იმედებს, რომ ტრამპთან დაალაგებდა ბრჭყალებში, მაგრამ უილსონი აკეთებს ძალიან ხშირად განცხადებებს და შეფასებებს, როგორ ხედავენ შეერთებული შტატებიდან ივანიშვილის რეჟიმს, ირანის მყარებელს, იქ ტერორისტების გვერდზე მდგარს, ჩინეთთან ურთიერთობების ამწყობს და ასე შემდგომ. ეს პარალელებია, სამივე რაც ჩამოვთვალე, წითელი ხაზია შეერთებული შტატებისთვის. რატომ ვერ მოძებნა ივანიშვილმა ვერანაირი ბმა, მიუხედავად იმისა, დარწმუნებული ვარ, ლობისტებზე არ დაინანებდა არაფერს. არა მარტო ლობისტებზე, ყველანაირი ცდელობა ჰქონდათ, დავითაშვილი იყო ჩასული და ბევრი ეცადა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ანალოგიური პასუხი სტეიტ დეპისგან, რაც იყო ერთი თვის წინ, ხო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იცის მან რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს. ანუ ურთიერთობები თუ უნდა გაუმჯობესდეს, ესე იგი ის დაზიანებულია. ის არ არის სტრატეგიული ურთიერთობა შეჩერებულია. ხო, როცა არა, ესენი ხო ლაპარაკობენ, რომ აი ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა და ყველაფერი სხვანაირად არის. არაფერი სხვანაირად არ არის. იგივეა. არა აქვს მნიშვნელობა ამერიკის ადმინისტრაციაში ვინ იქნება პრეზიდენტი და რომელი ადმინისტრაცია იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები არის დემოკრატია, ვინც არ უნდა იყოს მისი პრეზიდენტი და ის მხარს უჭერს დემოკრატიულ პროცესს მთელ მსოფლიოში. ის მათ შორის როცა ისინი აკეთებენ განცხადებებს იმაზე, რომ რაღაც პოლიტიკურ პარტიებს არ უნდა ქონდეთ პრობლემა გერმანიაში, მით უმეტეს არ უნდა ქონდეთ პრობლემა საქართველოში. და განსხვავებით გერმანიისგან, სადაც რა თქმა უნდა დამოუკიდებელი სასამართლო არსებობს და იქ შესაბამისი პროცედურები ალტერნატივა გერმანიისთვის. იქ ჩვენ ვიცით რომ იქ ვიცით რომ ჩვენ ამ პროცესს აქვს დამოუკიდებელი სასამართლოს შლეიფი, ხო? განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ერთი პარტია და ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას და მით უმეტეს თუ გერმანიაზე საუბრობს შეერთებული შტატები, რომ იქ არის დემოკრატიის პრობლემები. მით უმეტეს პრობლემებია საქართველოში და ამაზე სტეიტებმა განცხადება უკვე ორჯერ გააკეთა. უბრალოდ აქ შეიძლება საქართველოს არ იდგეს პირველ რიგის პრობლემებში მსოფლიოში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ადრე თუ გვიან მათთვის აუცილებლად მოიცლიან და თუ მათ უნდათ რომ ამ პროცესს გადაურჩნენ
და ეს არის სიცოცხლის ბოლომდე დამღა და რომ შენ გქონდეს სანქციები დაწესებული ამერიკის მხრიდან ან ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მხრიდან, ხო? თუ უნდათ ამას გადაუჩნენ, უნდა შეცვალონ საკუთარი ქცევა. ქცევის შეცვლა რაში გამოიხატება? გამოიხატება იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ ხართ დაკავებული, უნდა გაათავისუფლონ, უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, უნდა დაუბრუნდნენ დემოკრატიულ პროცესს, ის დრაკონული კანონები უნდა გააუქმოთ და ჩაატარონ ნორმალური არჩევნები. ამ შემთხვევაში შეიძლება მათ მისცენ მეორე შანსი. სხვანაირად ისინი მე რთულად წარმომიდგენია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამათ სხვანაირად შანსი მისცენ იმ პირობებში, თუ როცა აქ ხალხი აპროტესტებს, თუ ხალხი არ აპროტესტებს, უამრავი დიქტატორული ქვეყანაა მსოფლიოში, ვისთანაც რეალ პოლიტიკის გათვალისწინებით მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებს უწევთ ურთიერთობა, მაგრამ ჩვენი кейსი განსხვავებული იმითია, რომ ჩვენთან ადამიანები ამ ყველაფერს აპროტესტებენ. სანამ ხალხი დიქტატურა ვერ მყარდება, ვიდრე ხალხი ქუჩაშია, მიუხედავად ყველა მცდელობისა. აქ უნდა ვიკითხო, რა რეაქციას ელით, ვიდრე უკრაინის თემაზე გადავალთ ივანიშვილისგან, ბოლო დროინდელმა ფაქტებმა გააჩინა განცდა, რომ ის ცდილობს დისტანცირდეს კვლავ ამ პროცესებიდან. ყრილობა აქვთ დაგეგმილი დავითაშვილი იყო ახლახან შეერთებულ შტატებში. ამის მერე იყო სხვათა შორის დაბრუნდა თუ არა დავითაშვილი, ამის მერე იყო ჩხრეკა ნანუკას სახლში, არა მარტო ნანუკას სახლში ფონდების ყველა დამფუძნებელთან და საერთოდ გაუქმებულ ფონდებთანაც კი. შესაბამისად რა შთაბეჭდილებას ტოვებს დღევანდელი რეჟიმი თქვენი გათვლებით, მას მოუწევს თუ არა მინიმუმ იმიტაციის შექმნა, რომ ის განიხილავს ამ ნაბიჯების გადადგმას? პირველი ამოცანა რაც აქვს ახლა რეჟიმს, ეს არის რომ მაჩვენოს ძალა, თითქოს ისინი არიან ისე მყარად, როგორც არასდროს და რომ მათ შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, დავითაშვილისაც ჩავადა ვის დაელაპარაკება, აქ არაფერი არ იცვლება, ისევ შეუძლიათ იგივენაირად გააგრძელონ. ამის ჩვენება, ამის განცდა არის მნიშვნელოვანი, რაზეც წეგან ვსაუბრობდი, რომ ხალხში პროტესტი. ნიშნავს, რომ არ ელით ცვლილებებს პოლიტიკურ. არა, შეიძლება ცვლილებები მოხდეს, უბრალოდ მათ პირველი რიგის ამოცანა რა აქვთ, რომ ის პროტესტი აქ ჩაახშონ, მოკლან, რომ ხალხში პროტესტი თუ აღარ იქნება, მე გაცილებით მარტივია ამერიკასთან დალაგება და მათ შორის ევროპასთან დალაგებაც. ამიტომ ისინი რაღაც მომენტამდე ამ ყველაფერს გააგრძელებენ. სანამ მათ აქვთ იმედი, რომ გადატეხავენ სიტუაციას. ახლა ჩვენ რა სიტუაცია გვაქვს? ვერც ჩვენ ვიგებთ, ვერც ისინი ვერ იგებენ. ის რომ პროტესტი არის ქუჩაში და ის რომ ვერ ბედავენ თუნდაც ამ ხალხის დაშლას, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი საკუთარ ძალებში დარწმუნებული ბოლომდე არ არიან. მაგრამ ისეც არ არის, რომ ჩვენ ვიგებთ ახლა და ყველაფერი კარგად არის. არაერთხელ სადეს დაშლა, მაგრამ უკუ რეაქცია მიიღეს, თორემ გაბედვით გაბედეს. კი, გაბედეს, მიიღნენ რომ სისულელე გააკეთეს და ამიტომ გადაიფიქრეს. ფიქრო ახლა ნანუკას და სხვა ფონდებს მიადგენენ იმიტომ, რომ ფიქრობენ, რომ აი თუ ჯარიმებით გავწყვიტეთ წელში ეს ხალხი, ამით შეიძლება ჩაცხეს პროცესი, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ძალის გამოყენებით ეს ვერ გააკეთეს. ამიტომ ისინი ეცდებიან ახლა ნიჰილიზმის დათესვას, იმის ჩვენებას, რომ არაფერს აზრი არ აქვს, წადით ბიჭებო სახლში, ხო იცით რომ მაინც ჩვენ ვიქნებით. მაგრამ ფონდები აღმოჩნდა, რომ მოძებნეს გამოსავალი. არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, ბევრად უფრო გამოუვალი სიტუაციიდან გამოძრალან ადამიანები, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ყველაფრიდან გამოძრობა შეიძლება, მთავარია მონდომება და მთავარია мотиваცია და მთავარია იმედი, იმის იმედი, რომ ამ ქვეყანაში სრულებები შესაძლებელია. თუ ამის იმედი მოკლეს, მე აბსოლუტურად ყველაფერი დამთავრდება და რო ვერ მოკლეს, მაგაზე არის ზუსტად გამწარებულები და ის რომ აწუხებთ მათ შორის სანქციები ჩანს ეს კი ვითომ ყარადგანა და საჩუქარია სანქციები ვიღაცები იძახიან, მაგრამ გრიტიშვილი წუხდა. ხო, გრიტიშვილი გამოვა იქ კახიაშვილი, ხო? რაღაცა ოჯახის წევრებზე სანქციები როგორ შეიძლებაო, ძალიან გვაწუხებსო, უჩივლოთო სასამართლოში. ხო, ახლა მოსწონთ კარგი სასამართლო, ოღონდ თავისთვის, სხვაგან ევროპაში და ამერიკაში, მაგრამ აქ არ უნდათ სასამართლო. სასამართლო იმიტომ არის კარგი და თავისუფალი სასამართლო, რომ მათ შორის კახიშვილისთვისაც და გრიტიშვილისთვისაც იქნება სამართალი თუ ისინი იქნებიან მართლები. უბრალოდ აქ ჩვენთვის და სხვებისთვის და ადამიანებისთვის არ უნდათ სამართალი. უნდათ მარტო საკუთარი თავისთვის. და მოსწონთ კარგი სასამართლო, როცა თვითონ ჭირდება თქო ევროპაში. კი ბატონო. მოდით გადავიდეთ თემაზე, რომელიც ალბათ განსაზღვრავს საბომალოდ მსოფლიოში დემოკრატია იმარჯვებს თუ ავტორიტარიზმი. ეს არის ამის ჭიდილი. თავიდანვე უკრაინა გადავიდეთ ამ თემაზე. არის აქ სიახლეები ჩვენი ბევრჯერ შეხვედრის შემდგომ შეიძლება ითქვას, რომ შეიცვალა
ვითარება იმ თვალსაზრისით, რომ მინერალების შეთანხმება გაფორმდა შეერთებულ შტატებთან, უკრაინის მხრიდან და ამერიკის შეერთებული შტატები რაც არ უნდა გავიდეს ამ მოლაპარაკებებიდან სამომავლოდ ის რჩება უკრაინაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ასევე ვიცით მედიის წყაროებიდან, რომ ტრამპი განიხილავს მეორადი სანქციების დაწესებას რუსეთზე. რა შეიცვალა და შეიცვალა თუ არა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში მოლაპარაკების ამ ეტაპზე? საქმე რაში არის? ამერიკის ახალ ადმინისტრაციაში არსებობს ყველანაირი ადამიანი, მათ შორის ტრამპის მრჩევლებში დახავთ ყველანაირი ადამიანს. კი ბატონო, კელოგსაც და ვიტკოფსაც. არსებობს ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კარგი იქნება თუ რუსეთს ბევრს დაუთმობთ. და არსებობენ ადამიანები, ვინც თვლიან, რომ უნდა დაიჭირონ მკაცრი პოზიცია. ეს ადამიანები, არა მარტო კელოგი, იგივე მაგალითად ლინსი გრემი და ასე შემდეგ. ბევრი ადამიანია. ადმინისტრაცია ახსენდება. ადმინისტრაციაში მასწორ მარკო რუბიო დარწმუნებული ვარ, არ იქნება ბევრი დათმობის მომხრე. ამიტომ ამ ხალხის აზრი, რა თქმა უნდა, იკრიბება საბოლოო ჯამში ტრამპში და ტრამპი მერე ახმოვანებს იმას, თუ რა გადაწყვეტილება არის მიღებული ადმინისტრაციაში, ხო? იყო თავიდან პოზიცია, რომ რუსეთთან ბევრი დათმობით შეიძლება მშვიდობა დამყარდეს, იმიტომ რომ ამერიკის ადმინისტრაციის მთავარი мотиваცია ახლა იყო, რომ ის დაპირება, რაც მათ გასცეს, შეესრულებინათ და გაჩერდეს ომი ნებისმიერ ფასად. სამწუხაროდ ნებისმიერ ფასად ომის გაჩერება ცუდ მაგალითებს გვაძლევს ისტორიის განმავლობაში, როცა ამან მერე ბევრი უფრო ცუდი პროცესი განავითარა მსოფლიოში, ამიტომ კარგია რომ რუსების ხისთავიანობამ ამ ეტაპზე როგორც ჩანს გადაგვარჩინა, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს შესთავაზა ძალიან ხელგაშლილი, ძალიან სუყე წინადადება იმისთვის, რომ ომი გაეჩერებინათ, მაგრამ პუტინს აშკარად არ უნდა ომის გაჩერება, იმიტომ რომ ახლა მისთვის ეს ომი არის სტაბილური სიტუაცია. მან არ იცის რა მოხდება ომი რო გაჩერდეს მერე. ეს 100,000-ობით ადამიანი, ყოფილი ბომჟი და ახლა უკვე მილიონერი, რომელიც დაბრუნდება, რომელსაც აღარ ექნება თვეში 200,000 რუბლი შემოსავალი. მე რას გააკეთებს, რომელსაც კაცის ხუთს მეტი არაფერი იცის. მოკლედ, პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაცია შეიძლება იყოს რუსეთში, ასევე ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ამ წუთას აქვს, უფრო გაღრმავდეს შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ომი შეწყდება, იმიტომ რომ ახლა ყველაფერი გადართულია ომის ეკონომიკაზე და ყველაფერი ფრონტზე მიდის და მთელი ეკონომიკა მუშაობს ფრონტისთვის, ხო? ამიტომ ომის შეწყვეტა, მით უმეტეს ცეცხლის შეწყვეტა და არა მთლიანად სამშვიდობო ხელშეკრულება პუტინისთვის არის ისეთი ველი, რომელიც არ იცის რა იქნება ამ ველზე. ნაკლებად პროგნოზირება და ამიტომ ურჩევნია კარგად ნაცნობი ომი გააგრძელოს. ამიტომ უარყო ის რაღაც ხელგაშლილი წინადადებები ამერიკის მხრიდან და ზოგადად რუსებს არ ესმით ადამიანური ენა. ჩვენ ეს ვიცით ისტორიის განმავლობაში, რომ მათ ესმით მხოლოდ ძალის ენა, მათ ესმით ისინი ჩერდებიან მხოლოდ იქ, სადაც ხდებათ მუშტი. სხვანაირად რუსების გაჩერება თითქმის წარმოუდგენელია და მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ამ წუთას არიან ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირში გამოვლილი ძველი ჩეკისტები არიან და სხვანაირი ენა არ ესმით, სხვა არაფერი არ უნახავთ. ისინი ხო არ არიან დიპლომატიური სკოლა გავლილი ხალხი და ისინი არ არიან პოლიტიკოსები, ისინი არიან ჩეკისტები. კი, ისინი არიან ჩეკისტები, რომლებმაც სხვანაირი არიციან და პუტინს აქვს ამ წუთას ისეთი ვიწრო წრე შეიგული შემოკრებილი, რომლებსაც სხვა ენა არ ესმით, მაგალითად იგივე პატრუშევი და ასე შემდეგ, ხო? ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან კაცი ჭამიობაში. მათ შორის ისეთი კომიკური პერსონაჟიც, როგორც არის მედვედევი, რომელიც ერთდროს ითვლებოდა სისტემურ ლიბერალად და რაღაც ახალ ბურგერს ჭამდა ობამასთან ერთად, დღეს ყველას ასწრებს კაცი ჭამიობაში, იმიტომ რომ შენ ახლა თუ არა ხარ ყველაზე კაცი ჭამია პუტინის კარზე, ისე შეიძლება ვერ გადარჩები, თუ მეტეს პუტინი არ არის ახალგაზრდა და ხვალ შეიძლება უბრალოდ გადაბრუნდეს ადამიანი და მოკვდეს, ხო? ამიტომ ის ყველას ეჭვის თვალით უყურებს უკვე. ამიტომ ის უნდა იყოს ყველა ადამიანი მის უახლოეს წრეში უნდა იყვნენ კაცი ჭამიები, რომ არ გაუჩნდეს პუტინს ეჭვი და ცუდად არ დაამთავრო უბრალოდ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ახლა, რომ ეს ომი არ შეწყდეს. ყოველ შემთხვევაში ისეთ პირობებს აყენებს, რომ შეუძლებელია ამაზე ვინმე დათანხმდეს, მათ შორის ამერიკა და ტრამპსაც მათ შორის რიტორიკაში ეთყობა, რომ მისი რიტორიკა მნიშვნელოვნად გამკაცდა, ეს ლაპარაკებები ჯერ
დამთავრებული არ არის, თუმცა პერსპექტივა ყოველ შემთხვევაში არ ჩანს. ხო, ემზადება პუტინი რეპეტიციის კადრები, ასე ვთქვათ, 9 მაისისთვის ყველაზე დიდი აურზაური გამოიწვია ასე ლიდერების უცებ-ცუდად გახდომა, ვინც უნდა ჩასულიყო 9 მაისს და პუტინის გვერდით დამდგარიყო. ნუ ვუჩიჩი იმდენად ცუდად გახდა, რომ აღარ ჩადის, ფიცო ირწმუნება, რომ გაუარა ავადმყოფობამ და ჩავა. ვის ველით 9 მაისს და აი მისი სამდღიანი შეთავაზება ზავზე პუტინის მხრიდან და უკრაინის პასუხი, რომ არა 3 დღით, არამედ 30 დღით. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, რას დაგვაბრალებს ეს პასუხისმგებლობა, რომ ავიღოთ მერე მოსკოვი. რას ველით 9 მაისი ახლოს არის? ხო, აქ საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთმა ლიდერმა თხოვა უკრაინას, რომ მათ მიეცათ უსაფრთხოების გარანტიები 9 მაისზე მოსკოვში ჩასვლის დროს. 2022 წელს ვინმეს რომ ეთქვა, რომ უკრაინას თხოვენ უსაფრთხოების გარანტიას მოსკოვში ჩასვლაზე, ალბათ გიჟად ჩათვლიდნენ ასეთ ადამიანს, ხო, ვინმეს რომ ეთქვა, მაგრამ დღეს ფაქტია, რეალობაა, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ გვაქვს ორი დაახლოებით თანაბარი ძალის მოწინააღმდეგესთან საქმე, რომელსაც ერთსაც შეუძლია კიევი დაბომბოს, მეორესაც შეუძლია დრონები აფრინოს მოსკოვში. მოსკოვში დრონები აფრინოს. მე არ ვამბობ, რომ ამას გააკეთებს ზელენსკი, უფრო ალბათ არ გააკეთებს, იმიტომ რომ ეს მოითხოვს ერთი დიდ რესურსებს და არ გაძლევს არაფერს, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ის ამას გააკეთებს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა, სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი გინდა მოსკოვში, გინდა მოსკოვში იყვნენ და გინდა ბელგოროდის ოლქში და გინდა დონეცკის ოლქში, აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეები არიან. მე არ მგონია, რომ მაინდა-მაინც იერიში მიიტანოს უკრაინა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პუტინის პარანოია ამით რომ გამძაფრდა და დღეს უკვე ინტერნეტის ჩახშობები რო დაიწყეს მოსკოვში ეს ფაქტია და ფაქტი ის არის, რომ უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი და ამიტომ როცა საუბრობენ, რომ აი უკრაინა თუ ასე გააგრძელებს, მალე სახელმწიფო აღარ ექნება, ის ამ ომში დამარცხდება, ეს ასე არ არის. ამ წუთას კიდევ ერთხელ გვაქვს ორ დაახლოებით თანაბარ მოწინააღმდეგესთან საქმე და თუ არ ვცდები, Forbes-ი თუ Bloomberg-მა გამოთვალა რუსების ამ ტემპით რამდენი წელი დაჭირდება მთლიან უკრაინის დაპყრობას და 2 საუკუნე დაახლოებით ჭირდება ამ ამბავს. ტრამპიც ყვილად შიშობს, რომ მთელი უკრაინის პუტინი ნამდვილად ვერ მოესწრება, ამიტომ 9 შეეხება 9 მაისს და იქ ლიდერების ჩასვლას, ხო, აი ახლა რა მინდა ვიკითხო, აი ვინ ჩადის და რის ჩვენება უნდა ამით პუტინს და იგივე ჩინეთის თემა აქ საინტერესო, გარდა ევროკავშირის ლიდერებისა, რომელიც ხო, პუტინს უნდა იმის ჩვენება, რომ ცხოვრება გრძელდება, რომ პუტინსაც ყავს მოკავშირეები, რომ ის არ არის გარიყული მსოფლიო წესრიგიდან, ამიტომ გასაგებია, რომ მას უნდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავიდეს 9 მაისის აღლუმზე. ვის ნახავთ იქ დიდი ალბათობით უკვე რაც ვიცით? ალბათ ფიცო ჩავა, არ ვიცი ვუჩიჩი რას იზამს. დაანჩენი ალბათ ნახავთ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტს და კიდევ რამდენიმე ლიდერს, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ ჩადის მაღალ დონეზე. ხო, ინდოეთი ინდოეთს მიზეზი აქვს და ხა არ ვიცი ეს რამდენად ამ მიზეზის გამო არ ჩადის, მაგრამ იქ დაძაბული სიტუაციაა პაკისტანთან და ნებისმიერ წამს შეიძლება სროლა დაიწყოს, ამიტომ გასაგებია რატომაც არ ჩადის. ჩინეთს ხო, ნუ გასაგებია ხა ამერიკასთან დაპირისპირება აქვს სერიოზული ჩინეთს და ასეთი გამწვევებული ამერიკის და ჩინეთის ურთიერთობა ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა, ამიტომ ცხადია მათ უნდა ჩვენება, რომ სამყარო არ არის ერთი პოლუსი და სამყარო ორპოლუსიანია, რასაც ასე ქადაგებს მათ შორის ვლადიმერ პუტინი და მათ უნდა ჩვენება, რომ აქეთ მხარესაც არის ზალა. თუმცა თუ ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეები დადგებიან მყარად და ის გაუგებრობა რაც ხდება ბოლო თვეების განმავლობაში დასრულდება, გაცილებით მეტი შანსი აქვს ცივილიზებულ სამყაროს, რომ გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში, ვიდრე მეორე მხარეს. უბრალოდ კიდევ ერთხელ ამას ჭირდება იმ გაუგებრობის დასრულება, იმ რაღაცა სიტყვიერი დაპირისპირების, რაღაც ტარიფების ომის დასრულება მოკავშირეებს შორის და უფრო გაძლიერება, მათ შორის სწორი პროცესები დაიწყო ამ წუთას ევროპაში, როცა ისინი ფიქრობენ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მათ შორის შეიარაღების გაძლიერებას და ასე შემდეგ. ამით შესაძლებელია იმ ძალების შეკავება, იმ შაბლონელი ძალების შეკავება, რომლებიც დგანან ევროპიდან აღმოსავლეთით.